ჩვენ წავიკითხეთ ახლა ფრაგმენტი ერთ-ერთი ესპანური გაზეთიდან, სადაც საუბარია, რომ ეს დრამატული შედეგი ამ არჩევნებს ექნება ყველაზე მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის დასახელებულია საქართველო. თქვენ გაიზიარებთ თუ არა ასეთ ვერსიას? არც ერთმა ესპანურმა გაზეთმა არ იცის, რა შედეგები ექნება 55 პრეზიდენტის არჩევას საქართველოსთვის, შეერთებული შტატებისთვის, რუსეთისთვის ან რომელიმე სხვა სუვერენული ქვეყნისთვის. ამიტომ სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. უნდა დაველოდოთ 55 პრეზიდენტის ინაგურაციას, შევხედოთ ვისგან შეადგენს ის თავის კაბინეტს და მარტამდე დაახლოებით ისევ სუნთქვის შეკავება მოგვიწევს, როდესაც დაიწყება პირველი განცხადებები. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც საარჩევნო კამპანიის დროს თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა. არავითარი კავშირი და არავითარი საგარეო პოლიტიკა მაქვს ხედველობაში, არავითარი კავშირი ამას არ იქნება მის კურსთან და მის კაბინეტის კურსთან. ბატონ გრიგოლ, ანუ ეთანხმებით ასეთი შეფასებაც მომისმენია, რომ დონალდ ტრამპმაც კი არ იცის, როგორი იქნება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. იცით რა არის, ჩვენ არ ვლაპარაკობთ არც საქართველოში, ესპანეთი ახსენეთ, არც ესპანეთში. სულ ყველა ერიდება იმაზე ლაპარაკს, საიდან მოვიდა დონალდ ტრამპი. არ უნდათ ამ თემაზე ლაპარაკი. და ამ დროს საგარეო პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკის გაგრძელება, სხვა ინსტრუმენტებით და სხვა საშუალებებით. დონალდ ტრამპი შედეგი არის იმისი, რომ ამერიკელმა ამომრჩეველმა დონალდ ტრამპისვე ნათქვამი რომ გამოვიყენოთ, ძალიან გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში გაუშვა ორივე პარტიის ელიტა. და ის ბიუროკრატია, რომელიც ვაშინგტონში არის ჩაბუდებული. ეს იმდენად დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა არ იყო, ან მისი პროგრამისთვის მით უმეტეთ, რამდენადაც ეს იყო საპროტესტო ხმები და ამის მიზეზი თუ დრო მაქვს და იგი აუცილებლად უნდა ვთქვა ტრამპის ფენომენზე, რომელსაც უწოდებენ რაღაც დასავლური წესრიგის, საერთაშორისო წესრიგის მარცხს და ასევე შესავალში ვამბობდი, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტების, არამედ მედიის მარცხსაც, რომელიც არ უსმენდა, ვერ გათვალა, თვალები დახუჭა და ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ რა თქმა უნდა დრო რომ ისაუბროთ ამის შესახებ. ქალბატონო დიანა, იცით რა არის, ჩვენ ყოველთვის ორიენტაცია გვაქვს ხოლმე ადამიანებზე, რომელიც პრესაში გახდნენ ელიტის და მართველი ელიტის ნაწილი. არასოდეს ყურადღებას არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომელიც არ წერენ ახლა ყოველდღე Wall Street Journal-ში, New York Times-ში, მაგალითად შესანიშნავი ეკონომისტი და ურბანისტი არის ჯოელ კოტკინი, რომელიც უკვე დაახლოებით 15 წელია წერს იმას, რომ სოციალურმა უთანასწორობამ შეერთებულ შტატებში მიიღო აბსოლუტურად კატასტროფული ფორმები. რამდენიმე ციფრი მინდა მოგიყვანოთ. 1%-ის შემოსავალი მოსახლეობის შეერთებულ შტატებში 1%-ის 39-ჯერ აღემატება 90%-ის შემოსავალს და 0.1%-ის შემოსავალი 184-ჯერ აღემატება 90%-ის შემოსავალს. დიდრები უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები უფრო გაღარიბდნენ, ესეც თეზაა. კი, და თან მიაქციეთ ყურადღება, რომ სულ ყველა ამას საკმაოდ ელეგანტურად ხსნის იმით, რომ შეერთებული შტატები ვითომ და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში შედიან ან უკვე შევიდნენ და ამის გამო ეს სოციალური უთანასწორობა ბუნებრივად უნდა გაიზარდოს. მაგრამ სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ამას ადგილი აქვს 70-იანი წლების დასაწყისიდან. 70-იანი წლების დასაწყისიდან საშუალო კლასის შემოსავალი ინფლაციას თუ გამოვაკლებთ, არ გაზრდილა. და ამ დროს იმ 1% რო ვახსენეთ, ჩვენ იმ 1%-ის შემოსავალი გადასახადების გადახდამდე გაიზარდა 175-ჯერ და გადასახადების გადახდის შემდეგ 205-ჯერ. ამ ხალხმა, რომელიც ასე ვთქვათ, ორ სანაპიროს შორის არის მოქცეული და ინგლისურად Heartland America ქვია, ანუ ამერიკის გული ქვია, ხომ? და რომელიც არ ცხოვრობს ნიუ-იორკში, ბოსტონში, ჩიკაგოში, ჰიუსტონში და ლოს-ანჯელესში, ამ ხალხმა თქვა, ეს საკმარისი არის. მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპმა თავის კამპანიაში ორი ძალიან ეფექტური ლოზუნგი წამოაყენა. ერთი არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა და მეორე მე დავაშრობ ვაშინგტონის ჭაობს. აქედან გამომდინარეობს ტრამპის საგარეო პოლიტიკაც. მას სურს უპირველეს ყოვლისა წარმოების დაბრუნება შეერთებულ შტატებში.
ამისათვის ის თავის საგარეო პოლიტიკის პირველი 100 დღის მთავარ ამოცანად მიიჩნევს იმ სავაჭრო ხელშეკრულებების გადახედვას, რომელიც ტრამპი და მისი გუნდი, მისი შიდაწერი, ასე ვთქვათ, სადაც შედის მაგალითად ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი მიიჩნევენ არასამართლიანად შეერთებული შტატებისთვის. აპირებს გამოსვლას ისეთი ხელშეკრულებიდან, შეთანხმებიდან უпростоრად, როგორიც არის წყნარი ოკეანის პარტნიორობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. გადახედვა ან გამოსვლა ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის სისტემიდან. სერიოზული გადახედვა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, რომელიც მაგალითად მათ აქვთ იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ორმხრივ დონეზე, იმიტომ რომ ანუ ბატონ გრიგოლ, ანუ სოციალურმა უთანასწორობამ და შიდა პრობლემებმა შვა ასეთი პოპულისტური ფიგურის აღზევების შანსი, მოკლედ შეუქმნა თავად ტრამპს. აბსოლუტურად მართალია. ეკონომიკური და სოციალური მკვეთრად განსაზღვრული ეკონომიკური და სოციალური მიზეზები აქვს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც ერთი დღე არ უმსახურია შეერთებული შტატების შეიარაღებულ ჯარებში, არასოდეს არ დაუკავებია არც ერთი არჩევითი თანამდებობა. ამასაც მნიშვნელობა აქვს შეერთებულ შტატებში სამჯერ არის თუ ორჯერ არის გაშორებული და მორალურ სახეს პოლიტიკოსის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ადამიანმა, რომელმაც დაარღვია საარჩევნო კამპანიის ყველა წესი, არავითარი როკერები მის მიტინგებზე არ უკრავდნენ, არავითარი ყურადღება არ მიუქცევია სოციოლოგებისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვებისთვის, არ ქონია ეს სპეციალისტები, რომელიც ვიწროდ განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფებზე მუშაობენ, ადგენენ ამ მესიჯ ბოქსებს. უბრალოდ ამ ადამიანმა იცოდა, რაინით უნდა დალაპარაკებოდა იმ განრისხებულ უმრავლესობას, რომელიც შეერთებულ შტატებში ტრამპის შემდეგ აცხადებს თეთრი მოსახლეობა, როგორც წესი, უმაღლესი განათლების არ მქონე, მაგრამ მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ უმაღლესი განათლების მქონე თეთრი მოსახლეობის ხმებიც მოიგო ტრამპმა. მაგრამ მან იცოდა აი ამ კორ ამერიკას, ჰარტლენდ ამერიკას, როგორ უნდა დალაპარაკებოდა. ეხლა მე არ დავმალავ გულით, ეს რაღაც გლობალური გულით ველოდებოდი ჰილარი კლინტონის გამარჯვებას, მაგრამ სამწუხაროდ გასაგებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რაღაც გლობალური ტენდენციის ნაწილია და ეს გადავა ასევე ბევრს წერენ, რომ აი ლეპენის ეს თქვათ მოძლიერება საფრანგეთში და ზოგადად ანუ ეს რაღაც მსოფლიო ტენდენციის ნაწილი არის თუ არა, თუ ეს არის რაღაც ამოვარდნილი ფრაგმენტული მოვლენები, რაც მოხდა ბრიტანეთში ბრეგზიტის სახით და ტრამპის გამარჯვება და სხვათა შორის წავიკითხე ასევე თქვენ ესპანური მედია დამიწუნეთ, ასევე იწერება ბევრი, რომ ეს პუტინის ვთქვათ მეოთხე გამარჯვება იყო, მისი პოზიციების გაძლიერებაზე მიუთითებენ სწორედ ამერიკის არჩევნების შედეგებით. ქაბატონდიანო, პუტინზე ახლა ერთი რამდენიმე წამში გადავიდეთ, მანამდე თქვენ პირველ ნაწილს საინტერესო შეკითხვის პირველ ნაწილზე მინდა გაგცეთ პასუხი. ეს არ არის იზოლირებული ტრენდი, ეს არის ორი მე-20 საუკუნის დომინანტური იდეოლოგიის, ლიბერალიზმის და მარქსიზმის კრიზისი, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ. მემარცხენე ძალები საერთოდ მოისპო, თითქმის აღარ არსებობს. თქვენ უნახავთ, შეხედავთ ტრადიციულ ქვეყნებს, სოციალ-დემოკრატიულ ქვეყნებს, ისეთი როგორიც არის შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ამ პარტიების როლი ან ძალიან შესუსტებული, ან თითქმის ნულზეა ჩამოსული. რაც შეეხება ამ პოპულისტურ პარტიებს, რომლის იდეოლოგიის განსაზღვრა შეუძლებელია, პროგრამის წაკითხვა შეუძლებელია, ნუ მაგალითად დავასახელოთ ალტერნატივა გერმანიისთვის. ხომ, ან ესპანური პოდემოს. გაუგებარია ამ პარტიებს რა იდეოლოგია აქვს, რომელ ფლანგს მიეკუთვნებიან და მართალი ბრძანდებით ძალიან გვანან თავისი პოპულიზმით ახალ არჩეულ 45 შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტის წინა საარჩევნო განცხადებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენ ამ განცხადებების ტონს ნახავთ ძალიან მკვეთრად შეცვლილს, იმიტომ რომ ამერიკის სამართლებრივ სახელმწიფოებრივ სისტემაში ძალიან ბევრი შეკავებითი მექანიზმია, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას. გასაგებია. იმედი აქვს, რომ ის თეთრ სახში ტრანსფორმირდება. აი ბოლო კითხვა ცოტა დრო გვაქვს პუტინთან დაკავშირებით, როგორი ურთიერთობები შეიძლება მათ ჰქონდეთ? აი ხო, პუტინზე დიახ.
პუტინზე გადავდიოდი და თუ საშუალებას მომცეთ საქართველოსაც მინდოდა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. რაც შეეხება პუტინს, სრულიად გაუგებარია რითი არის გამოწვეული მოსკოვის პოლიტიკური ელიტის სიხარული, ან რითი იყო გამოწვეული. მე მგონია რომ ეხლა დაფიქრდებიან და ნელ-ნელა ეს ენთუზიაზმი გაუვლით. მაგალითად, ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ბატონ ტრამპს განცხადებული აქვს და ამას აუცილებლად გააკეთებს. პირველ 100 დღეში აპირებს ყველანაირი შეზღუდვა მოუხსნას ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანიებს. რაც გამოიწვევს და გამოცხადებული მიზანია შევწყვიტოთ ნავთობის ყიდვა საუდის არაბეთიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ირანთან ერთად, რომელიც დაუბრუნდა საერთაშორისო ენერგომატარებლების ბაზარს, ირანთან ერთად იქ ზედმეტი საუდის არაბეთის ნავთობის გაჩნდება, რომელიც მწარე ეფექტს იქონიებს რუსეთის ბიუჯეტზე. ერთი შანსი არ არსებობს იმისი, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა თავისი 55 პრეზიდენტით დათანხმდნენ საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ერთი შანსი არ არსებობს იმისი, რომ სირიაში შესდგეს ისეთი მოლაპარაკება, რომელიც დასავლურ ღირებულებებს და იდეალებს იწინააღმდეგება. დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ. მივხვდი, რომ ის არ იქნება დათმობა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. აი ძალიან მოკლედ. ჩვენ ძალიან მოკლედ ჩვენ ამ მატარებელზე დავაგვიანეთ. საქართველოს მას შემდეგ რაც პრაიმერის მოიგო ქალბატონმა კლინტონმა და ბატონმა ტრამპმა თავის პარტიებში საქართველოს დიპლომატიასაც და იმ ადამიანებსაც ვისაც გავლენა აქვთ შესაბამისი ვაშინგტონში იმ ადამიანებს მუშაობა უნდა დაეწყოთ უკვე კანდიდატების შტაბებში ეს ყველათ არ ხდება რომ არც ერთ ტრამპის მრჩეველს და არც თვითონ ტრამპს საქართველოს არ უხსენებია, თუმცა უკრაინა ბევრჯერ იყო ნახსენები. ეს ძალიან სამწუხაროა. დიდი მადლობა და ამ თემით გადავალ. დიდი მადლობა გრიგოლ ვაშაძეს, რომ იყო ჩვენი სტუმარი. ნიკა ლალიაშვილთან გადავალ შემდეგი შეკითხვით. ნიკა, დააგვიანა თუ არა ამ მატარებელზე საქართველოს და მას გამოეყენებინა უნდა თუ არა თავისი კონტაქტები, მოკლედ იქ შტაბებში ქონოდა თუ არა აქტიური, ასე ვთქვათ, კონსულტაციები ის რომ საქართველოს ყოფილიყო მათ დღის წესრიგში სადმე? ისე მე გლობალურად რო შევხედოთ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრაქტიკულად იმავე ტრენდში ზის, რაშიც დღეს უკვე ამერიკა საქართველოს არ თუ დააგვიანა, არამედ გაუსწრო კიდეც